რუსეთმა ოდესაზე მასობრივი იერიში მიიტანა. თავდასხმა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. 6 იანვარს საფრანგეთში მსურველთა კოალიციის ლიდერების შეხვედრა იგეგმება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდმა მზაობა გამოთქვა ყველა ეფექტიან ფორმატში მონაწილეობა მიიღონ. ევროკომისიის პრესპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებით, ჩინეთის ბოლოდროინდელი სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამძაფრებს სრუტეებს შორის დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას. მისი თქმით, ევროკავშირი მხარეებს თავშეკავებულობისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ დაპირისპირება დიალოგის გზით უნდა დასრულდეს. ისრაელს არ სურს თურქეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზაში ჯარები განალაგოს, რასაც ტრამპის გეგმა ითვალისწინებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ისრაელის თანამდებობის პირებმა ეს საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უკვე დააყენეს, ვინაიდან შიშობენ, რომ ანკარა ღაზას სექტორზე გავლენას მოიპოვებს. ირანში ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს მომიტინგეების ლეგიტიმური მოთხოვნების განსახილველად მოლაპარაკებების ორგანიზება დაავალა.